რუსთავის მაჟორიტარი დეპუტატი ზვია ძიძიგური დღეს რუსთავს სტუმრობდა. პარლამენტის ვიცე-სპიკერმა მაჟორიტარის ბიუროს ოფისში მოქალაქეების პრობლემები მოისმინა, რის შემდეგაც ქალაქში მიმდინარე ინფრასტრუქტურულ პროექტებს გაეცნო. წელს რუსთავში 17 მილიონი ლარის ღირებულების ინფრასტრუქტურული სამუშაოები განხორციელდება და მათი დასრულება წლის ბოლომდე იგეგმება. როგორ აფასებს რუსთავის მაჟორიტარი დეპუტატი უკვე განხორციელებულ და დაგეგმილ პროექტებს, ნახეთ ქრისტინა ასლამაზაშვილის სიუჟეტში. ზვია ძიძიგურის ვიზიტი რუსთავში მოქალაქეების მიღებით დაიწყო. პარლამენტის ვიცე-სპიკერმა დღეს ბიუროს ოფისში ყველა ის პირი მიიღო, რომლებიც ძიძიგურს კონკრეტული პრობლემების გადაჭრის თხოვნით მიმართავდნენ. სოციალური და ეკონომიკური საკითხების გარდა მაჟორიტარს მოსახლეობა სხვადასხვა პროექტების დაფინანსებისა და ცენტრალურ მთავრობასთან შუამდგომლობის თხოვნით მიმართავდა. ზვია ძიძიგურის თქმით, კომპეტენციის ფარგლებში ის ყველა მოქალაქის დახმარებას და კონკრეტულ სამინისტროებთან შუამდგომლობას შეეცდება. ვთხოვება დონსვიაც რომ კულტურის მინისტრთან გამისიოს შუამდგომლობა, რომ თბილისში ეროვნულ გალერეაში მოვაწყო პერსონალური გამოფენა, როგორც ადრე 4-ჯერ მაინც უნდა მე თბილისში გამოფენა. რუსთავში მოესწრებათ საგამოფენო დარბაზი არ გვაქვს, ამის გამო იზრდებათ სხვა ქალაქებში ვაკეთოთ პერსონალური გამოფენები. საუბარი შეეხო სახელმწიფოს მხრიდან მხარდაჭერას აწარმოებს საქართველოს ფარგლებში დაინტერესდებოდნენ ზვიადი, გავცვალეთ ინფორმაცია. სახელმწიფო დაინტერესებულია წაახალისოს ახალი წარმოების გახსნა თუ გაფართოება. ჩვენც ქართული მეწარმეებსაც ზუსტად ეს გვინდა, რომ შევძლოთ ახალი დამწყები წარმოების კიდევ უფრო გაფართოება, გაძლიერება. პრობლემები ბევრია, რა თქმა უნდა. მაგრამ მაქსიმალურად ვცდილობთ ამ პრობლემებში დავეხმაროთ. ყოფითი პრობლემებიც არის. ახლა ერთი თემა რაც იყო აუტიზმით დაავადებული ბავშვების თემა, რომელიც მაგალითად სხვა ქალაქში სხვაგვარადაა გადაწყვეტილი, ჩვენ ქალაქში სხვაგვარადაა გადაწყვეტილი. ვფიქრობ, რომ შეიძლება ეს არის თემები, რომელიც ქალაქიდან გავიდეს და უფრო ცენტრალური ბიუჯეტის თემად გადაიქცეს, ეს შეიძლება გამოსავალი იყოს. მნიშვნელოვანია, რომ აწარმოებს საქართველოს ფარგლებში ისევ არის აქტიურობა და მოდიან მოქალაქეები, რომელსაც დაწყებული აქვს თავიანთი აქტივობები და დახმარება ხელის შეწყობა ამ მიმართულებით ჭირდებათ. პარლამენტის ვიცე-სპიკერმა დღესვე ქალაქში მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტებიც დაათვალიერა. მარჯვენა და მარცხენა სანაპიროების დამაკავშირებელ ხიდზე სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს. ამ ეტაპზე გზის სავალ ნაწილზე და ტროტუარებზე ასფალტ-ბეტონის საფარი იგება. ხიდზე განახდება ლითონის მოაჯირი და მოეწყობა ბაზალტის ბორდიურებიც. ძიძიგურმა დღესვე მერის პირველი მოადგილისგან და შესაბამისი სამსახურების ხელმძღვანელებისგან იმ პროექტების შესახებაც მიიღო ინფორმაცია, რომლებიც რუსთავში მომავალში იგეგმება. ეს არის ისტორიული მნიშვნელობის ხიდი თან და ხდება ამ ხიდის რეკონსტრუქცია სწორედ ისეთი თავდაპირველი სახით, როგორიც იყო 1951 წელს. მაგრამ ძალზე მნიშვნელოვანია მთლიანად კოსტავას ქუჩის რეაბილიტაცია. 5 მილიონამდე არის ამისთვის გათვალისწინებული წლევანდელ წელს და საერთოდ მინდა ვთქვა, რომ რუსთავში ინფრასტრუქტურული პროექტები არის დაგეგმილი იმ მასშტაბის და იმ რაოდენობის, რომელიც არ ყოფილა ნამდვილად კომუნისტების შემდეგ, აი მაშინ როცა რუსთავ ქალაქი შენდებოდა მეორე მსოფლიო ომის შემდეგ, იმ პერიოდში როცა იყო ისეთი მასშტაბური პროექტებია. და ვფიქრობ, რუსთავი იქნება ძალიან საინტერესო ყველასთვის. ინფრასტრუქტურული პროექტები ხორციელდება დაახლოებით 17 მილიონის, სადაც გათვალისწინებულია ქალაქში შიდა ეზოების, სკვერების, სტადიონების, გადახურვების, სარეაბილიტაციო სამუშაოები ქალაქში მთლიანად კოსტავას გამზირის იგეგმება, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანი პროექტია და ვფიქრობთ, რომ ახალ სიცოცხლეს მისცემს კოსტავას ქუჩას აღნიშნული პროექტის განხორციელება. რუსთავში საერთო ჯამში წელს 17 მილიონი ლარის ღირებულების ინფრასტრუქტურული სამუშაოები ჩატარდება, რომლის დასრულებაც წლის ბოლომდე იგეგმება. მათ შორის სულ მალე კოსტავას ქუჩის რეაბილიტაცია დაიწყება. პროექტის ავტორების აზრით, ქალაქის ერთ-ერთი უძველესი ქუჩა რეაბილიტაციის შემდეგ რუსთავის სავიზიტო ბარათად იქცევა.